ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. მართლა არაფრის გამოყვა შვილები დაპატიმრებული სულ და არც ერთი მშობელი და არც ერთი პატიმრის ოჯახის წევრი არ ვაპირებთ უკან დახევას და გაჩუმებას. ძის რუსეთის დამპალი იმპერია! რთული გასაზრდელი ბავშვი არასდროს არ ყოფილა საბა, პატარაობიდანვე ძალიან შვიდი, ძალიან დინჯი, ძალიან მორჩილი იყო. არ მჭირდებოდა მე არასოდეს რომ აი დაჯექი, მეცადნე, თორნიკესთან განსხვავებით თქვათ სიტყვაზე. არასოდეს თუ რაღაცას აი შეეძლო რომ მთელი დღე მოენდომებინა იმისთვის და ის აუცილებლად ბოლომდე უნდა მieყვანა. ეს ქონდა ბავშვობიდან ეს თვისება. დადიოდა აბსოლუტურად თუ რამე შეიძლებოდა სპორტი, ხელოვნება, ცეკვაზე, ყველაფერზე დადიოდა აბსოლუტურად. გიტარა, სალამური, რა ამ დროში როგორ ვეტეოდი, ძალიან მიკვირს, იმიტომ რომ სულ გადარბენაზე ვიყავით. ამ დროს ვიყავით ბათუმში და ზაზა იყო აფხაზეთის ომი იყო მაშინ და მაშინ არ იყო მობილურები და ვერ დავრეკა ზაზამ და აი ესე ამხელა ბავშვით ცხენის წყალზე შევხვდი ჩავაკითხე მამამის. არასოდეს არავის არ ახსოვს, რომ საბას ვინმესთვის ან რაღაცაზე გაბრაზებულიყოს და შეემჩნიოს ეს წყენა, გაბრაზება, ესეთი თვისება არასოდეს არ ქონია და ძალიან მიხარია ეხა 24 საათიანზე ვიყავი შესული და საბა დამხვდა ისევ ის საბა და ღვთისწყალობით არ არის გაბოროტებული ამ მიუხედავად იმისა რომ ძალიან აწამეს და ძალიან ცუდად მოექცნენ, მაგრამ მაინც ძალიან კეთილგანწყობით არის და ისევ ის საბა დამხვდა, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო, რომ ბოღმა და რაღაც არ ქონოდა გულში. საბას არასოდეს არ დავიწყებია ჩემი დაბადების დღე და ყოველთვის ცდილობდა რომ რაღაცა ისეთი მოერთმია რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო იქნებოდა. ის კი არა რომ უბრალოდ საჩუქარად ჩათვლოდა და ეხაც ციხეშიც რო იყო თორნიკეს დააბარა რომ ახალი დაჭერილი იყო ერთი თვეც არ იყო მაშინ დააბარა რომ დედას აუცილებლად ჩემს სახელზე უყიდეო საჩუქარიო. იყო ხანდახან რომ მზესუმზირაზე ადიოდა იქ და ეხმარებოდა დეკორებზე, რაც ეხლა რა თქმა უნდა დაანგრიეს და გაანადგურეს მზესუმზირა და ძალიან ბევრი ნაშრომი აქვს. საბა ალპინისტიც იყო რაღაცა პერიოდი, გუჯაბიძესთან ერთად დადიოდნენ, ალპინისტობდა და ყოველთვის უყვარდა თავის სამშობლო, აი რაღაცა ბავშვობიდან ქონდა ეს ისა, რომ აი ის იყო ნამდვილად ქართველი და მის საქართველოზე უკეთესი არაფერი არ იყო. არასოდეს არ ქონია სურვილი საბას, რომ წასულიყო სადმე და ყოველთვის ამას მიპროტესტებდა, რომ მე ვის დაუტოვო ჩემი საქართველო და ერთ სიტყვით საბას ზედმეტად უყვარდა ბავშვობიდან თავისი ქვეყანა, რაზეც დღეს ზის და საქართველოს სიყვარულის გულისთვის და აწამეს თანამის გულისთვის. ეს არის საბას ბიბლიოთეკა, საბას ყველა წიგს ინახავს აქ. ეტევა თუ არ ეტევა, მაინც აქ. 2019 წლიდან დაიწყო უფრო აქტიურობა, ზედმეტად აქტიურობა ჩაება, მერე დაემთხვა კოვიდის პერიოდი და კოვიდის პერიოდში მახსოვს აქ რუსები ჩამოვიდნენ სასტუმროში, ვინოტელში და მაშინ კომენდანტის საათი იყო და
საბა ხა ეს უბანი აქ დაიბადა, გაიზარდა და ეს საბას ბაბუის დროინდელი სახლია. აქ ეზოში გამოვედი უცბად ეს რომ გაატყდა უბანში ამბავი რომ რაღაცა ხმაური იყო და ტელევიზორში რომ აი ვინოტელში ესე რუსები ავტობუსებით ჩამოვიდნენ და აი აქ ეზოში გამოვედი ზამთარია და საბამ უცბად ხელდახელ აიღო საღებავები, გაშალა შპალიერი, გადმოატრიალა, გააკეთა დიდი ბანერი და ეს დიდი ბანერი უცბად მოძებნეს თორნიკემ და საბამ და ორივე აწვიდნენ და ეკლესიის ეზოდან გადმოკიდეს ეს ბანერი და ნუ ამაზე უკვე აყვა მთელი უბანი სხვათა შორის ამ საქციელზე და ერთი სიტყვით ეს გაჩერდა ეს ავტობუსები და ვერ გადმოდიოდნენ და ბოლო-ბოლო გადაწყვიტეს რომ ეს ავტობუსები უნდა გაეშვათ და იმიტომ რომ აქ ყველა რადგან ესე აგრესიით დახვდა ამ სიტუაციას შემდეგში წამოიღეს ეს ბანერი და ავტობუსის წინ გაუყვა მთელი უბანი და მიაცილეს მერე რუმსთან იყო მთელი ამბავი წავიდნენ იქ რუმში და აი მის მერე დაიწყო საბასის და თორნიკეს აქტიურობაც რომ კიდე რა იყო იცი მერე მანამდე დაემთხვა კიდე უფრო სწორედ აი ბასიანის დარბევა რომ იყო მაშინ საბას ჰქონდა ბარი სოლოლაკში ერთ ღამეს მოხდა რომ ბასიანი დაარბიეს და აი მის მერე დაიწყო მაგათი აქციები ესეთი სერიოზული ამ ბასიანის დარბევებზე მერე მთელი ეს თავისი ბარიდან ყავა იყო თუ რამე იყო ყველაფერი აბსოლუტურად გამოქონდა აქციაზე შემდეგ მოყვა 20 ივნისი და 20 ივნისაც ჩემი შვილები იქ იყვნენ შემდეგ უკვე საბამ დაიწყო უკვე არასამთავრობაში სიარული იქ ქონდათ ჩამოყალიბდა არასამთავრობო და დადიოდნენ მე რაიონებში ძალიან ბევრი იშრომ ეს ყოველი ანაზღაურების ყოველი შემოსავლების გარეშე ვეხმარებოდით ოჯახები ყველანაირად თუ რამე ფინანსები ჰქონდა რომ ეს ხმა მიეწოდინათ გამოეფხიზლებინათ ხალხი უკვე მერე კოალიციაში პარტიაში დაიწყეს მოღვაწეობა და შემდეგ უკვე კი ვიცით რაც მოხდა არც ერთი აქცია არ გამოუტოვებია საბას არასოდეს ზაფხული იყო თუ არ იყო ზაფხული საბა ყოველთვის იქ იდგა სადაც თვლიდა საჭიროდ თავს შემდეგ იყო ვაკის აქციები ვაკეში 29 ნოემბერს დააკავეს საბა მაშინაც სასტიკად დააკავეს სხვათა შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ადანაშაულებს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში პირდაპირ ეთერში უყურებდით მაშინ მელიქიშვილზე ეს ყელში წაუჭირეს თმა ცოტა გრძელი აქვს საბას და თმით ათრიეს ერთი სიტყვით და მაშინ რომ ეს პოლიციელები აი ესე ცუდად გაუსწორდნენ ჩემს შვილს დილა იყო ტელევიზორში რო უყურებდი და აი მაშინ ისეთი განრისხებული ვიყავი რა ვიცოდი რომ უარესი მელოდა თურმე ძალიან მალე უკვე ბოლოს ხელში მახშობდა ერთ-ერთი პოლიციები მახშობდა და იქ კადრებში კარგად ჩანს ვიღაცა ეხოცება რომ გაუშვით დაიხშო იმიტომ რომ უკვე ვიგუნდებოდი და ვიგიშებოდი ანუ ამ ხელის საჭერით და ამ დროს უკვე შემაგდეს დაკავების მანქანაში 20 დეკემბერს ქორთიოთ მარიოტთან შეხვედრა რომ მქონდათ პოლიტიკოსებს იმ შეხვედრაზე იყო საბა მისული და რო გამოვიდნენ გარეთ დახვდნენ ტიტუშკები ერთ-ერთ ქალს გაარტყეს ხელი თეონა ჭანიძეს და მაგას მოყვა მერე უკვე არეულობა ჩვეულებრივი ჩხუბი იყო ანუ ვინ ვის ურტყამდა იმ წუთას რომ ვერ მიხვდებოდი ოღონდ ამათ არ გაუმჟღავნებიათ თავიანთი თავი რომ იყვნენ პოლიციელები აი ნუ მირტყამ პოლიციელი ვარ ან რაღაცა
მასკებში და აგრეთ წოდებული კაპიშონებით იყვნენ. ერთ-ერთს მირიან ქავთარაძეს გაუტყდა თავი თუ გაეჭხაპანა უბრალოდ გატეხილს ეს არ გავდა. ამაზე ატყდა ამბავი და არ ვიცი ადებენ ამის გამო ადებენ საბას ხელს რომ ეს იყო საბა. ეს არის საბას ნახატები, თაკედელი არ გამაკროვინა შპალიერი აი აქა და გააკეთა თავისით რაღაცა ნახატებს აკეთებს და საბა მამასთან ერთად მიდიოდა რაიონში. საქმე ქონდა ზაზას თვითონ და უბრალოდ საბას თხოვა რომ ხამე მომიწევსო სიარულიო და დილას ადრე უნდა ჩამოვიდეო თბილისშიო და აქედან გამომდინარეო ანუ ნაინფაქტარია მამამისი და იქნებაო რომ საჭესთან შემცვალო და რომ მიდიოდნენ გზაში პატრული აჩერებს ზესტაფონთან და იქ უცბად ეტაკება პატრული და აღებს საბას მხარეს კარებს ანუ არც წარუდგენიათ საბასთვის რომ თქვენ გეძებენ ან დააშავე რამე ან რაღაცა ერთ სიტყვით პირდაპირ მივიდნენ და დაადეს ბორკილები და შემდეგ 1-2 საათი დააპატიმრეს ჩემი მეუღლეც რაღაც დააკავეს ქვია იმიტომ რომ არ მისცეს მანქანის დაძვრის უფლება ტელეფონზე დარეკვის უფლება არ დაარეკინეს არც ადვოკატთან არც ჩვენთან ოჯახში რომ რაღაცა გაგვეგო და შემდეგ საბა როგორც ყვება უკვე სადღაც გორის ტერიტორიაზე გადასვეს რაღაც შავ მანქანაში სადაც იქ დაუწყეს შეურაცხყოფა ცემა ან ლანძღავდნენ და ემუქრებოდნენ რომ ბიჭო შენ ესე გიზამთ ისე გიზამთ ემუქრებოდნენ იმითი რომ საბას ვითომ გააუპატიურებდნენ და მერე ქათმებში ჩასვავდნენ უკაცრავად ამ სიტყვისთვის ასე ემუქრებოდა ჩვენი პოლიცია რომ მიიყვანეს იზოლატორში საბა აიყვანეს მეხუთე სართულზე გამომძიებლის კაბინეტში გამომძიებლის თვალწინ საბა ცემეს მერე გაუშვეს ეს ქალბატონი ქალია გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი გაუშვეს ეს ქალი კაბინეტიდან შემოვიდა 4 მასკიანი რომელიც სასტიკად გაუსწორდა საბას ურტყამდნენ გონების დაკარგვამდე თუ რამე ნივთი იყო მე ცდილობდენო საბა როგორც ყვება ხელის მოტეხვასო და ნუ ვერ მოახერხესო იმიტომ რომ ასე თუ ისე მეც ვეჭი დავებოდიო ფაქტიურად ვეწინააღმდეგებოდიო და თან დაბმული ყავდათ ფაქტიურად შემდეგ საბას დაწყებია პირღებინება და მე დაუწყია გამოკითხვა უკვე ანუ ეს სცენა რო სცემეს რო აწამეს შემოვიდა მე შემდეგ გამომძიებელი და გადაკითხვა რომ დაიწყო საბასი საბას უთქვია რომ ძალიან ცუდათვაა რომ თავბრუნ მეხვისო და სასწრაფოს გამოუძახეთო და აქედან გამომდინარე ამ გამომძიებელს უთქვია რომ ესენიო თავის სპეციალისტები არიან შენ უგეშინი არაფერი არ დაგემართებაო ჩაიყვანეს შემდეგ აი ეს იზოლატორის ოთახი სადაც არის ალბათ ამ პატიმრების იქაც მოუთხოვია საბას ექიმი რომ ძალიან ცუდად ვარო და ანუ იქაც ექიმს უთქვია თვითონ რომ შენ არაფერი სასწრაფო და რამე არ გჭირდებაო შემდეგ 2 საათის მერე აიყვანეს მერვე სართულზე და მერვე სართულზეც ერთ-ერთი უფროსის კაბინეტში საბა ამას დეტალურად ყვება სად რომელი სურათი და რომელი ქოთანი იყო და საითკენ გაუხვიეს აი ამას აბსოლუტურად ყვება დეტალურად რაც პატიმარმა არ უნდა იცოდეს და ეს კაცი იგივენაირად ემუქრებოდა
შემდეგ გავიდა კაბინეტიდან, შემოვიდა ისევ 4 მასკიანი და ისევ გაუსწორდნენ საბას. მე 4 პოლიციელის კაბინეტში ესენი გადიან ეტაპ კარებს და ამ დროს იწყება ჩემზე ფიზიკური ძალადობა. მე თავის და გვერდების არეში ძირითადად როდესაც მე ნახევრად გაშულ მდგომარეობაში ვიყავი და ვიქცეოდი დივანზე, ზევიდან დამახტა ერთ-ერთი და ცდილობდა ხელი მოეტეხა ჩემთვის. ლელა მარიდაშვილს უთხრა საბამ, რომ მე იზოლატორში მაწამესო და ლელა მარიდაშვილმა ესე აუქმია ხელი. ეგ ეხა ჩვეულებრივი ამბავია, ზუსტად აი ამ მოძრაობით გააკეთა ამ ქალმა და არ ვიცი ეს რატო იყო ესე ჩვეულებრივი ამბავი. არ ვიცი, ვერ გეტყვით რომელ ქვეყანაში ვართ, პაპუასები ვართ და გავუშვა ციხეში. ჩვენ გვითხრეს, რომ საბა მიყავდათ მერვე საპყრობილეში. და ესე დაახლოებით 1-2-3 საათის მერე მირეკავენ, გვიანობამდე მიდიოდა საბა სასამართლო, სადღაც 7 საათისკენ დამთავრდა და გვიან ღამეს 12-11-ისკენ მირეკავენ, რომ საბა შეიყვანეს მე-6 იზოლატორში. ანუ რუსთავში ეს არის ყველაზე მძიმე ციხე, სადაც ზიან მსჯავრდებულები 20-დან, ვისაც უკვე სამუდამო აქვს და 20-დან ესე რომ ეწყებათ ესეთი პატიმრები. და საბას პარასკევი ღამე იყო, შაბათ-კვირა მოუწია და ხმა ვერ მოგვაწვინა და ორშაბათს ადვოკატი რო შევიდა, საბა დახვდა სრულიად უკონტროლო. ესე იგი იმისთან ანტისანიტარია დაახვედრეს, რომ შეუძლებელი იყო იქ გაჩერება. მაშინ ადვოკატმა თქვა, რომ აი პირველად ვნახეს საბა, რომ ნერვებმა უმტყუნა და ესე ისტერიკაში. პირველად სასამართლოზე დამემართა ისტერიკა, გავრბოდი მოსამართლისკენ, მაგრამ არ მახსოვს მოსამართლე, არ ვიცი დღემდე მოსამართლესთან მივდიოდი თუ საბას ჩასახუტებლად, რომ გამოაცხადეს 7-დან 11 წელი. მაშინ დავკარგე ყველანაირი გონება. მაგ დღეს გვიან ღამემდე რა თქმა უნდა ვერ დავიძინე და თან ტელევიზორი მქონდა, დარბევები გრძელდებოდა. იყო ხალხი ჩამოსული და მოსდევდათ სპეცნაზი. პირდაპირ ეთერი იყო, რომ რაღაცა ეს წივილ-კივილია ამ ხალხის, ზოგი დააკავეს, ზოგი სპეცნაზელებმა ცემეს და არ მახსოვს სიმართლე რო გითხრათ, როგორ დავქოქე მანქანა და ჩავისვი თორნიკე და რატო გავრისკე დღემდე არ ვიცი, მაგრამ ეს ალბათ თვითონ ჩვენ ბუნებაშია. მე ორივე შვილი მყავს ზედმეტად ერთგული და ზედმეტად კეთილშობილები, შეუძლიათ რომ საქართველოს და მისი მეგობრების გულისთვის იდგნენ ფეხზე ყოველთვის. ასე ვიყავი მეც და მისი მამაც და წავედი აქ და ჩავსვი რამოდენიმე ბავშვი და წამოვიყვანე სხვათა შორის და მივიყვანე სახლამდე. მე რომ მოვბრუნდი რაღაცა ნაწილი კიდევ ნახე და 1-3 ბიჭი მაშინ ჩავსვი კიდე და მე სადარბაზოებამ გამიჩერე მეხვეწებიან უკვე ხო გამოვედით სადარბაზოებამდე მივიყვანე ეს ბავშვები და რაღაცა იმაში თითქოს ესე დაუმშვიდდი რომ აი რაღაცა ვიღაცებს ხო დავეხმარეთ მეთქის თორნიკეს უთხარი დედა თქო და ალბათ მეთქი ღმერთი ჩვენს დაგვეხმარება მეთქი და საბას შვიდობიანად დაგვიმთავრებს ამ ამბავს თქო მაინც ბოლომდე არ მჯეროდა რომ ასე გაწირავდნენ საბას. მე საბას წერილი რო პირველად პირდაპირ ეთერში ვიყავი კვესიტაძესთან, რო წაიკითხა კვესიტაძემ, არც არ ვიცოდი მე Facebook-ზე დაიდო უცბად ეს წერილი და აი მის მერე გადავწყვიტე რომ უნდა მებრძოლა, არ უნდა გავჩერებულიყავი, არ უნდა შემშინებოდა და ბოლომდე უნდა მებრძოლა, იმიტომ რომ ძალიან განრისხებული ვარ. დაჭერის ფორმასაც გააჩნია, როგორ დაიჭერენ შენ შვილს და როგორ აწამებენ.
არაფერი არ დასტკიცებულება, ქავთარაძე არ მტკიცებულება მარტო. 7-დან 11 წლამდე არაფერი არ ჩაუდენია საბას სამაგისო, რომ ვინმე მოეკლა, ვინმე ცუდად მოქცეო და არც ეგ არ ჩაუდენია, ეგეც არ იცის. არავინ ჩაიდინა თუ არა და მაინც ამხელა წლებს აძლევენ. და არ ვიცი, როდემდე გაგრძელდება ეს უსამართლობა. მოდიან ცრუ მოწმეების სასამართლოზე სიცრუეში არიან სრულად. საბა ზედმეტად ისეთი ანუ არ იმსახურებდა ამისთანაც წამებას. რაც იმიტომ რომ იმდენად აი სხვანაირი ადამიანია და ერთგული ძალიან ზედმეტად აწამეს. ერთადერთი ეგ მანერვიულებს რომ ხა დაჭერა მესმის რომ დაიჭირეს, ბევრი ბიჭები დაიჭირეს, რა თქმა უნდა და მოყვა ამაში, მაგრამ აი ეს წამების ფაქტი ძალიან მტკიება. რაც ჩემთვის არის ძალიან მტკივნეული და აი ამას ვერ ვერევი. ამ ბრას ვერ ვიტევ ვერსად. რომ აი ესე აწამეს საბა. ეს არის ჩემთვის ყველაზე მეტი მტკივნეული. თვითონ საბა არის შემართებით, რომ ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროკავშირში და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. აი ეს აქვს და ეხლა რომ ვიყავი შესული, მეგონა რომ ცოტა მაინც იმედგაცრუება ექნებოდა, მაგრამ არა, მე მგონი ჩემზე უფრო ძლიერად არის. მე ვთხარი, ხა შენ გარეთ არა ხარ, არ იცი რა ხდება, აი რატო გონია ეგ და არ არსებობს ეს ყველაფერიო, ესე უბრალოდ არ ჩაივისო. ანუ ძალიან იმედიანად არის, რომ გავიმარჯვებთ და ვეღირსებით თავისუფალ საქართველოს. ადამიანი ცulis. დროების ადამიანი.